მოგესალმებით მეგობრებო, ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს და მე გახლავართ ნინია, დღეს შემოვედი ასეთი თემით, რას მოგვიტანს ეს ახალი წელი, გავარკვიოთ ჯერ, ნახოთ ოჯახით დავიწყოთ, ხო? საჯარო გაშლა გავაკეთოთ ასეთი, მეც მაინტერესებს, ვაუ. მოკლედ, პირდაპირ მსოფლიო ხედვა გაიზრდება ჩემი თქვენი მსოფლმხედველობა გაიზრდება ასევე შემართებები, ფულადი ჩარიცხვები, ფულადი გადარიცხვები, ანუ ფინანსებს რაც ეხება, რაც გინდოდათ და არ გამოდიოდა, ვალები დაბრუნდება, ახვალთ კარიერაში დაწინაურება, ახალი სამსახურებია, ადიხართ, ესე იგი 4-5 საფეხურით მაღლა ადიხართ, მიხვდით ხო? გამარჯვებით დამთავრდება ეს ყველაფერი, რაც წარსულ წელში ვერ გააკეთეთ. ზეცაც გეხმარებათ, აი ნახეთ ღრუბელი უკვე ქვემოთ დარჩა და უკვე ფინანსებს თქვენ მართავთ, მიხვდით ხო? ანუ თქვენ იქნებით თქვენი ფინანსური წყაროს მართველი. ზოგმა დაიბრუნეთ ეს ფინანსები და ეხლა კიდევ უკვე ამოსარჩევი გექნებათ, კიდე ახალი რა გააკეთოთ, ესეც შეიძლება მოხდეს. არის კიდევ სხვა, ესე იგი, ქვეყნებში გადასვლა, გადმოსვლა, ვინც სხვა ქვეყანაში მუშაობთ, მოკლედ არის ახალი სამსახურების შემოთავაზება და ძალიან გაძლიერდებით, ჯანმრთელობაც ძალიან გაგიძლიერდებათ, მინდა გითხრათ, სულიერად ამაღლება გელით, სულიერად, ისევ ოჯახი ამოვიდა, რა თქმა უნდა, ბავშვების კარგად ყოფნა, გახარება ამოვიდა, ისევ საფეხურებით ასვლა ამოვიდა, ისევ სამიანი პენტაკლი დაჯდა, ახალი წარმატებები, ვისაც ესე იგი შერიგება გინდათ ოჯახში, აუცილებლად დაბრუნდება მამაკაცი, ან ახალი მამაკაცი შემოვა ოჯახში. ეს ავადმყოფობები, ღალატები, ეს წყევლები, მოწყევლები, მიწევლები, ყველაფერი მიდის თქვენი აი ამ ახალი წლიდან, შობა ახალი წლიდან, თქვენი ცხოვრებიდან, ისევ 10-იანი პენტაკლის, 3-იანი პენტაკლის, მსოფლიო, აი ეს, ესე იგი, ფულზე, თქვენს ფინანსებზე, ვინც იყო ჩაყარაულებული, დაყარაულებული, ხო? თქვენ ხართ აი ფინანსების, აი მართველი ქალბატონი, თქვენ ხართ, გაქვთ დიდი პოტენციალი, გქონდათ და ამაზე, აი 10-იანი ხმლები, ცოტა შავ ნეგატივს ნიშნავს, ცოტა კი არა კარგად. შეიძლება სისხლით ნათესავებმაც გიღალატათ. მე სულ აღნიშნავ ხოლმე, რომ სისხლით ნათესავები მხოლოდ დაძმები არ არიან. სისხლით ნათესავებმაც გიღალატათ, მიხვდით ხო? ან რაღაცა შეუთანხმებლობა იყო ოჯახში, ბინასთან დაკავშირებით, მანქანა, უძრავ ქონებასთან, აგარაკთან დაკავშირებით, მიწებთან დაკავშირებით. აი ეს ყველაფერი მიდის წინ, აი ეს ყველაფერი ოჯახში გახარება. ნახეთ სამყარო, მადლობა სამყარო და ანგელოზებს როგორ ზუსტად ოჯახზე მინდოდა, მაინტერესებდა და ზუსტად ოჯახი დაჯდა. ბავშვები დაგეხმარებიან, ვისაც ესე იგი წლებით ცოტა ესე მოზარდი ბავშვები ყავთ, ხო? დედოფალი პენტაკლი გახდებით, აი უყურეთ, თქვენი ფინანსების დაბრუნება ამოდის, არ ინერვიულოთ არაფერზე, ძალიან კარგი, ახალ მეგობრებს შეიძენთ, სტუმრიანობა, აქ ეხლა დაბადების დღე თუ ვინმეს გიწევთ, ვისაც გიწევთ უпроსწორად, გილოცავთ, ამოდის ესეც, ამოდის, გასაგებია, იცით რა არის, მტერი გამოიჩენს თავის სახეს და მტერს ეს თავისი თვითონ ეს 10-იან ხმლებში ჩააჭობს, ვინც ხმლით მოვიდა, ხმლითვე წავა, რა თქმა უნდა, ჩემ ხელებში სულ ესე
მიდის. კარგით, ეს ოჯახი. ეხლა ვნახოთ აბა პირად ცხოვრებაში რა ცვლილებები გველოდება პირად ცხოვრებაში. ეს გოგოებსაც ეხება, ბიჭებსაც ეხება, ჩემო კარგებო მამაკაცებს რა თქმა უნდა. იცით რა არის პირად ცხოვრებაში იყო ცრემლი, იყო ლოდინი, იყო მოწყენილობა, ცოტა იყო ილუზიები მიხვდით ხო? და ხუთ დროში, 5 დღე, 5 კვირა, 5 რიცხვი. აი ეს ნეგატივი რაც წამოსული იყო 10-იანი ხმლებიდან, ბალანსი იყო ურთიერთობაში დაკარგული, ხო? აი ეს წონასწორობა აღდგება. ანუ ვისაც ესე იგი, ვინც მარტო გრძნობთ თავს პირად ცხოვრებაში, ვინც ესე იგი ბედით ჯერ არ შეგხვდათ ადამიანი ხო? გაიხსნება აი ეს ვინც ჩემ რიტუალებს უყურებთ მით უმეტეს გაიხსნება აი ეს უყურეთ 5-იანი თასებით დაიწყო 5-იანი კვერთხებით მთავრდება ეს ხაზი. ესე იგი იმპერატრიცა თქვენი შესაძლებლობები წინ წახვალთ. აუცილებლად ისეთი მამაკაცი შეგხვდებათ ვისაც არ აყავთ ჯერ რომ დაგეხმარებათ, აი თქვენნაირი მამაკაცი შეგხვდებათ, რომ დაგეხმარებათ, მეგობარიც იქნება ის თქვენი არა მარტო სასიყვარულო პარტნიორი, მიხვდით ხო თქვენ პირად ცხოვრებაში, ვისაც ესე იგი პირადი ხო მარტო სიყვარული არ არის, ჯერ სიყვარულს არ ვნახულობ. ეს რაღაცა დავა იყო, რომელიც არსაიტკენ არ მიდის ეს დავა, ხო? შეიძლება აქ ისევ სისხლით ნათესავებიც დაჯდნენ, ვისაც სასამართლო პროცესები გაქვთ და დიდი ხანია აი ამ პროცესებს მიმდინარეობს და არც იქით არის და არც აქეთ არის, ხო? აქ ანგელოზი გეხმარებათ თვითონ და აუცილებლად ფრთებიანი ანგელოზი დაგვეხმარება. აქ მიხაელ არხანგელი ამოვიდა, აუცილებლად არის წინსვლა, ჩემო კარგებო, რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ პირადი ცხოვრებისთვის ხელი გამოდის, რა თქმა უნდა, დიდი ცვლილებებია და თქვენს არაკეთილ მოსურნე ხალხს ეს ძალიან გაუკვირდებათ, რომ ესე იგი აღარ არის ის ძალა აღარ აქვთ თქვენზე, მიხვდით ხო? თვითონ გადმოვარდა ვარსკვლავი, აი ნახეთ სიყვარულზე უნდა მეკითხა და აქაც წარმატებით დამთავრდა და წარმატებით იწყება. ნახოთ აბა თქვენი სიყვარულის თემა. იცით რა არის? მეფე კვერთხები ამოდის, ძლიერი მამაკაცია, უყვარს შეიძლება ბიზნესიც აქვს, ბიჭებო თქვენც ასევე სიძლიერეში ამოდიხართ, გამარჯვებაში ამოდიხართ, რაც დიდი სურვილი ქონდათ ჩაფიქრებული, იმხელა ძალაში შედიხართ, თვითონ აი გული კიდია, ნახეთ, რა სასწაული მაღალი არქანები დაჯდა, თვითონ გამარჯვებაში შედიხართ, ვინც ლომის ნიშანია, ხო საერთოდ ამ წელში გარღვევა გაქვთ აი ამ ყველაფერში. ხო, ადიხართ, ტუზი ხმლები არ ჩერდებით, ესე იგი სამყარო რას გეუბნებათ, იცით ჩემო მეგობრებო, რომ ტყუილად არ გიბრძოლიათ, მე და თქვენ არ გვიბრძოლიათ ტყუილად, ჩვენ ჯანმრთელობას ვიბრუნებთ, ჯანმრთელი სიყვარული ამოდის, ვისთვისაც იბრძვით ხო, ან დაიბრუნოთ, ხა თუ დიდი ხანი არაა წასული, მე სულ ვამბობ მაგას ჩემ რიტუალებში, აუცილებლად იქნება დაბრუნება. მამაკაცებო, თქვენთანაც მოდის ის ადამიანი, როგორსაც ხატავთ, ვისაც თუნდაც არ აყავთ, ხო, ჯერ საყვარელი ადამიანი მანდილოსანი, როგორსაც ხატავთ თქვენს ტვინში, თავში, გულში, ფიქრებში, აი ესეთი გოგონა შეგხვდებათ აუცილებლად ქალბატონი და ძალიან ძლიერი ამოდის. გოგოებო, თქვენს მამაკაცი, ესე იგი ცოცხლოვანი მამაკაცი ურთიერთობაშიც, ინტიმშიც, მიხვდით ხო, ძალიან ძლიერი პიროვნება შემოდის. მოდით აბა ვნახოთ ჯანმრთელობა. აბა ჯანმრთელობაში რა ხდება? ჯანმრთელობაში 8-იანი კვერთხები უკვე ნახეთ და მაღალი არქანები
ნახეთ ბაშნიაც ამოვიდა, ესე იგი თქვენი ხერხემალი გასუფთავდება, თქვენი სისხლძარღვები გაიწმინდა, ვინც აკეთებთ დიდი ხანია უკვე და ვინც არა დიდი ხანია, მაშინაც კი ფეხებზე ვინცაც ჰქონდათ სახსრებზე, მუხლებზე ტკივილი, ხელი, მტევნებზე, ხმის ჩაკრა, ყელი, გული, ხო? თქვენი სიბრძნე დაგიბრუნდებათ. ესე იგი, ვინც წამლებს სვავდით, შეიძლება დოზა შეგიმცირონ ან თქვენს ბიჭზე, ან თქვენ ბიჭებო ფსიქოლოგიური ტრავმები გქონდათ, ხო? აი ეს ყველაფერი მოწესრიგებაში შევიდა და ტოტამური ცხოველებიც არის, აი აქ პლანეტარული სისტემები დაჯდა, აი ეს ჭექაქუხილივით დაინგრევა ეს თქვენი ჯადოები, ავადმყოფობები, აი ეს ყველაფერი მიდის, ტკივილები მიდის, აი აქ ტუზი, თასები, ტუზი, ხმლები, რა თქმა უნდა, ახალი გამოჯანმრთელება, რა თქმა უნდა, ესე იგი ვინც აკეთებთ, ისევ გააგრძელეთ წმენდები და აქ ჩანს, რომ აგერ მზეში გავდივართ. მოკლედ, რამხელა კარგი, ესე იგი, სიხარული ამოვიდა, ჯანმრთელობა გაგვიუმჯობესდა და უკვე თქვენც გრძნობთ ამას. მე ესე მეუბნები ან ჩემო მეგობრებო, რომ გრძნობთ ასეთ სიტუაციას, რომ, მაგრამ არ მიატოვოთ, მიხვდით ხო? არ მიატოვოთ. ნუ აი რამე თქმის მზეთი დამთავრდა, მზე ვარსკვლავები, ესე იგი ტუზები, ფულები და ასე შემდეგ, მიხვდით ხო? და ეხლა იცით რა მინდა, რა მაინტერესებს, აი მაგალითად რა დარიგებას მოგცემთ სამყარო, ხო? მოდი აი ერთი კარტი ამოვიღოთ და რა უნდა იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. იცით რა არის, თასების დედოფალი დაჯდა ეხლა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ვინც მედიტაციაშია, გააგრძელეთ, ვინც ესე იგი ჩვენ კარონას დავიხურებთ თავზე, ჩვენს ძალას დავიბრუნებთ, სოფლხედველობა, ჰარმონია ჩამოგვიყალიბდება. აქ ჩანს, რომ აი ვისაც შერეული ჩაივით უყვარს დალევა, გააგრძელეთ, ეს ძალიან კარგია. აქ ძალა, რა თქმა უნდა, აქ ისევ პლანეტები და ისევ ესახატი, აი წელს ზემოთ სულიერება უფრო გაგიმყარდებათ, უფრო წინსვლა არის, ყელის ჩაკრა, ესე იგი სიბრძნე, ვინც ესე იგი იმაში ხართ, რა ქვია, ტაროში ხართ, უფრო გაიღრმავებთ აი ამ ცოდნას, გაიღრმავებთ ამ ცოდნას, თქვენთვის წყნარად იყავით, იჯიქით, ასე გეუბნებათ სამყარო და წელსქვევით ჩაკრები ცოტა უნდა გაიწმინდოთ, ცოტა უნდა კიდე გაიწმინდოთ. ნუ რა თქმა უნდა მოვა ახალი ამბები, წყალი სვით მეტად და უფრო წყლისკენ აი თუ არის საშუალება ეხლა ზამთარია და თოვლით წყალია, ხო? გადით და დაისვენეთ, რამოდენიმე 2-3 დღეც რომ დაისვენოთ, ესეც სულიერი სიმშვიდეა. უნდა მიაქციოთ ყურადღება, ესე იგი სულიერი სიმშვიდე ამაღლდება, უკვე ამაღლდა, მაგრამ რა არის, იცით, უფრო აი ეს დაბლა ჩაკრები ცოტა მუქ ბალახებშია, აი კიდე გააგრძელეთ ჩაკრების წმენდა და ყველაფერი, იმიტომ რომ ეს სულიერი ჩაკრები ამაღლდეს. მიხვდით ხო, რაზეა ლაპარაკი, ჩემო გოგოებო და ბიჭებო. დამელოდეთ ავკრიფო, ამინს ნიშნავს ეს. ძალიან ესე იგი მომეწონა ჩვენი გაშლა, ასე ვთქვათ, მადლობა სამყაროს, მადლობა ანგელოზებს, რომ კონკრეტულად გვცემს პასუხს ყოველთვის, როცა არ უნდა ვკითხოთ. მე არ გემშვიდობებით, თქვენთან იყო ნინია, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და თუ არ თაგეზარებათ, რომ სხვამაც ნახოს და ბედნიერ ახალ თლიან წელს გისურვებთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.